მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მოვედი თქვენი არჩეული თემით. კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული მიზნის მისაღწევად. მოდი ჩაიფიქრეთ, რაც გაინტერესებთ ამ ეტაპზე, თქვენთვის რაც არის მნიშვნელოვანი და ვნახავ, რას გირჩევთ ტარო. მოდი იყოს ვარიანტი 2, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ. გაჩვენებთ კიდევ ერთხელ. პირველი და მეორე. მოგესალმებით პირველო ვარიანტო. ეხლა უნდა ჩავიხედო და ჩავათვალიერო რა ხდება თქვენს შინაგან სამყაროში, როგორ ენერგიებში ხართ ამჟამად. გაზაფხულის მოახლოება იგრძნობა თქვენთვის. მეგონი ესე ჩანს უფრო. რაც იმედიანად ხართ პირველი ვარიანტი. იმედიანად და ასევე მინდა ვთქვა, რომ ცხოვრებას გაუსწორეთ თვალი. ამ ეტაპზე იღებთ სამყაროს ისეთს, როგორიც ის არის. ყველანაირი შელამაზების გარეშე. უბრალოდ გაქვთ მომატებული мотивაციის შეგრძნებას ვგრძნობ და რაღაცა იმედიანად ხართ. არ არის ნამდვილად ცუდი ეს ყველაფერი. მოდი ვნახოთ ახლა თქვენ ჩაფიქრებულ სიტუაციას. რა გახდის ეფექტურს. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს თქვენი ამბავი თქვენთვის სასიკეთოდ ზოგისთვის შემოტრიალდეს, რა ვიცი, ესეც მომინდა რომ ეთქვა. რომ მიაღწიოთ მიზანს, მოდი ნახოთ ნაბიჯები. რა უნდა გააკეთოთ. როგორი საყვარელი გოგოები მიყურებთ ადამიანები, პირველი ვარიანტი. როგორ თქვენ შეგიძლიათ ვინც არ იმსახურებს, იმასაც კი დაეხმაროთ. სიკეთის კეთება ძალიან მოგწონს ზოგადად და ამით შეიძლება სარგებლობენ კიდევაც თქვენი რჩევებით, თქვენი რესურსით, თქვენი კეთილგანწყობით. რა უნდა გააკეთოთ. აქ შესაძლებელია ზოგიერთ მათგანს აინტერესებდეს პირადი ურთიერთობა და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ იმ ადამიანის სიყვარული დაიმსახუროთ. ამისთვის თამაში უნდა შეწყვიტოთ, ანუ რას გულისხმობ. ამ ადამიანს რომ მოეწონოთ, არ არის აუცილებელი იყოთ ისეთი, როგორიც მას უნდა. ვთქვათ, იცით, რომ ამ ადამიანს მოწონს ესეთი გოგოები და ის ზუსტად ესე რო ხართ, ხო? იცვლებით. დარჩით ნატურალური, დარჩით როგორიც ხართ, იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი მცდელობა თავის მოსაწონებლად, ასე ვთქვათ, და მსახიობობა, რასაც ეს ადამიანი ამჩნევს როგორც ჩანს და იმიტომაც გაქვთ ეს შეკითხვა. აქედან გამომდინარე, მთავარი რჩევა არის, ჩამოიხსენით ნიღბები, დაანახეთ თქვენი რეალური მე, როგორიც არის და უნდა იცოდეთ, რომ ესეც კმარა, როცა შეწყვეტ ზედმეტად ვიღაცის თავის მოწონებას და როცა არც აქტიურობით მოიკლავ თავს, ამ შემთხვევაში ასეა, ეს ადამიანი შეგამჩნევთ აუცილებლად. ძველ ჩვევებს უნდა ჩამოეხსნათ. манипуляციებს უნდა პირველ ვარიანტი თან ძალიან საყვარელი ხარ თან ესეთი манипуляტორი გოგოებიც მიყურებთ. შეეშვით манипуляციებს, ამით უფრო მეტად გააფუჭებთ სიტუაციას. ვისთანაც პარტნიორი არის, ასე ვთქვათ, დისტანცირებული, უნდა იცოდეთ, რომ აუცილებლად დაგიბრუნდებათ, რა უნდა გააკეთოთ. ამისთვის თქვენ არაფერს არ აკეთებთ ამის გარდა, რამდენი არკანები ამოვიღე, მაგრამ ყველაზე მთავარი რჩევა ესა მოდის. დაასრულეთ ეს მოლოდინიც პირველ რიგში და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, იმიტომ რომ ეს ადამიანი არც ეწემსვლელი არ არის, ვინც დისტანციაში ხარ და ვისთანაც გაქვთ გარკვეული სახის ურთიერთობა, უნდა იცოდეთ, რომ მთავარია იყოთ გულწრფელი, ყველაზე მეტად ამ ადამიანს უყვარს გულწრფელობა და თქვენ რაღაცა ბევრი
ტყუილი გაქვთ ნათქვამი როგორც ჩანს და იმასაც ვიტყვი რომ შეიძლება მისთვის ამ ეტაპზე არის ძალიან რთული თქვენთან ურთიერთობა. თქვენი შინაგანი ბავშვი დაანახეთ როგორი მეუცნები, როგორი საყვარელი ხართ. მოკლედ ესეთი ამბავი და ვისაც გაქვთ თვითონ კარიერულ საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვა როგორ მიაღწიოთ წარმატებას. ნათქვამი არ მოხდა და მე ამოვიდა არკანი. და რა უნდა გააკეთოთ ამისთვის მთავარი რჩევა არის ის რომ საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ ვინც რა აი რაღაც რა გეტყვით ეს აი შენთვის ეს თქვა დაგვიანებულია ან რა დროს ანუ არავის არ უნდა მიაქციოთ ყურადღება იყავით მიზანდასახული ეს არ არის მშრალი სიტყვები ჩემო მეგობრებო რეალურად დაისახეთ მიზნები საერთოდ არ მიაქციოთ ყურადღება როგორ გარემოში ხართ ხო აი ცოტა იცი არასესემნო გარემოში შეიძლება იყოს რაღაცა არასწორ რჩევებს ვითომ რჩევებს შეიძლება ისმენდეთ აქ შესაძლებელი არის ახლო წლიდან ცოტა სამწუხარო არასასწორ მაგრამ შესაძლებელია ვიღაცები ძალიან შურთ თქვენი ზოგადი მდგომარეობის და აი დაკნინებას შეეცდებიან მაგრამ არ მიაქციოთ ამაყად თავი მაღლა ასწიეთ და უნდა იცოდეთ რომ იცით როგორ სამსახური უნდა გქონდეთ რაღაცა გუნდურ მუშაობას რაც შეეხება სადაც შეიძლება ამ გუნდის ხიმძღვანელათაც კი მოიაზრებოდეთ რაღაცა გუნდური სამსახური ჩას და ამისთვის უნდა ჩამოიტოვოთ ნეგატიური ადამიანების აზრები, ასე თქვა რაღაც როგორც ჩანს რაღაცა ეტაპზე ახერხებდნენ ესენი. ეს ადამიანები რომ თავს მოიხვიათ, თავისი ვითომ რომ ზრუნავენ, ვითომ რომ კარგი უნდათ და აი რაღაც ძალიან შეფუთული უაზრო ტყუილები, ხო? აქ სხვებს აქვთ ნიღბები როგორც ჩანს. თავარი არის თქვენი მიზნისკენ სვლა. არ შეგაშინდეთ ასევე დავამატებ, არ შეგაშინდეთ ექსპერიმენტების, იმიტომ რომ აქ შეიძლება რაღაცა განსხვავებულიც დაიწყოთ. და იდეაში გქონდეთ უკვე ხა ამ მომენტში ამას რო უსმენთ რომ რაღაცა ცოტა სხვა თემას ეხება და აი რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, ხო? მიყევი საკუთარ ინტუიციას, იცოდე რომ გაქვს ძალიან ისეთი უშრეტი ენერგია, ხარ ძალიან მონდომებული, აქ ასე გიყურებს ტარო და ესე განაგზე არ დამძიმდე და აკეთე შენი გასაკეთებელი ოღონდ ჩუმად. აი ესეთი რჩევაა. ჯერ გააკეთეს და მე ვთქვით, როცა გამოვა. აი, რადგან ეს ორივე თქვი კარტებიც გადმომიფრინდა, ჯანმრთელობასაც უნდა შევეხო და აქ ვისაც გარკვეული პრობლემები გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აქ ასევე ვიტყვი, რომ შეიძლება ვიღაცას ახლობელი გარდაეცვალა, ანუ ახლოს მომავალში გარდაიცვალოს ვინმეს ახლობელი მამაკაც ეხება ეს ვიღაცის შეიძლება იყოს მამაც, ნუ მამაკაცი არის ცოტა ასაკიანი, არ ვიცი ეს ვის ეხება, შეიძლება კონკრეტულზეც იყოს დეპრესიული მომენტი დადგეს და აქ რა უნდა გააკეთოთ. აქ ცოტა დამიმძიმდა ენერგია. აქ უნდა ეცადოთ რაღაცები გასცეთ მის სახელზე. და აქ შესაძლებელია ესეთი ადამიანი გარდაიცვალოს ვის ქონებასთან დაკავშირებული აქ რაღაცა მენტალურ ჯანმრთელობას რო შეეხო ქონებასთან დაკავშირებული საკითხები იყოს და ტარო გირჩევთ რომ აქ შესაძლებელი არის იყოს ძალიან ისეთი კონკურენცია და საკამათო სიტუაციები და არ უნდა აყვეთ ასეთ ადამიანებს ანუ მოსალოდნელი არის ეს ყველაფერი ეს ერთი და კიდევ სხვა ვისაც სხვა პრობლემები აქვს ჯანმრთელობის რა უნდა ქნეს როგორ უნდა მოიქცეს აქ ასევე ზარმაცი ადამიანებიც მიყურებენ ვისაც ექიმთან წასვლას კი გეზარებათ სანამ რაღაცა ისეთი არ იქნება არსად არ მიდიხართ და აქ ტარო გირჩევთ რომ დროულად უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე რაღაცები უნდა გადაიმოწმოთ გასაჯარო გაშლა არის ქალების შემთხვევაში აქ არის რა ვიცი მენტალურიც არის და ფიზიკურ დონეზე უდნავადაც რო გქონდეთ რაღაცა პატარა ჩივილები ხო არ მიაყურადოთ როგორც ჩანს ეს გჩვევიათ თქვენ ნუ იკატებით თქვენ თავში აქ ცოტა ბევრი ინფორმაცია არის და აქ ხა ვერ ჩავდევ მაგრამ ზოგად შემთხვევაში ზოგადად ვიტყვი რომ აქ ჩაკეტილობა საკუთარ პრობლემებზე
გაჩერება, ზოგ შეიძლება ფსიქოლოგიც დასჭირდეს, ანუ არ უნდა მოგერიდოთ ამ შემთხვევაში დახმარების თხოვნა არ არის ნაკლები. აქ როგორც ჩანს თქვენ გეხამუშებათ ვიღაცისთვის დახმარების თხოვნა, ეს არაფერი არ, ეს საჭიროა მომენტში თქვენთვის ეს უნდა იცოდეთ. აი ესეთი რაღაცნაირი იყო პირველი ვარიანტი, მრავალმხრივი. და ეხლა არ ვიცი მეორე ვარიანტს რა შეკითხვებს დავუსვებ, ეს ვერ ვიმახსოვრებ ხოლმე. მოგებო, არ გაგიკვირდეთ თუ თქვათ მეორე ვარიანტს საერთოდ სხვა რაღაცას ვიტყვი, მე ვერ ვაკონტროლებ ამას. მადლობას გიხდი პირველ ვარიანტო, შეგიძლია მე დამიწერო კომენტარში, შემდეგ როგორ რეზონირდა, გაშლამდენად მოგეწონა, ან რომ აგიხდება, გამიხარდება. მოგესალმებით, მეორე ვარიანტი ვნახოთ აბა, როგორ ენერგიებში ხარ. როგორი დამოუკიდებელი შემდგარი ადამიანები ხართ აქ. ძალიან ძლიერი მეორე ვარიანტი არის კლდეს გახეთქავს თავის სიჯიუტით, თავის სიძლიერით. სულ რო კვდებოდეს, სხვას არ დაანახებს. მაგარი გოგოები ხართ აქ ძალიან, ვამაყობ თქვენით. მაგრამ იცი აქ რა არის? იმდენად დიდხანს ითმენთ თქვენ ამ ყველაფერს. ანუ ეს მაგარი ქალის იმიჯი იმდენად მაგრად გაქვთ მორგებული, რომ რაღაც მომენტში ცოტა თქვენც შეგიძლიათ სუსტად იგრძნოთ თავი. ანუ სხვებმაც რო დაგინახო რაღაც მომენტში რო ცოტა სისუსტე გამოიჩნდა, ანუ რაღაცნაირად აქ შებოჭილები ხართ. მეორე ვარიანტი დიდი ხანია, გგონიათ რომ ეს თქვენი მოსაგვარებელია, აქ შეიძლება შეგორი ხალხი მიყურებდეთ. ოჯახსაც რომ თქვენ ინახავდეთ, მამალქალებს რო ეძახიან ესეთები და ცოტა სიზუსტე რო გამოიჩნდეთ, აქ არ არის სასირცხვილო. ყველაფერს თქვენ აკეთებთ აქ თითქმის. ძალიან გადაღლილი მეჩვენება მეორე ვარიანტი. ცოტა დასვენება არ გაწყენთ. ნახოთ ახლა ჩაფიქრებული სიტუაციისთვის რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდეკას. რასაც მაჩვენეს იმ კუთხით გავყვები. როგორც ჩანს, არსებობს რაღაცა საკითხი, რომელიც ვერა და ვერ დაიწყეთ. თითქოს აი ბნელ კარადაში არის შეკეტილი და ელოდება დღის სინათლეს, ხო? რაღაცა არ ყოფნით. შეიძლება ზოგს ფინანსები გაკვდეთ, ზოგს რაღაცა გამბედაობა არ ყოფნიდეთ. აქ უნდა იცოდეთ, რომ მივიწყებული ტალანტების გაღვიძების დრო არის. იმისთვის, რომ თქვენი მიზნები განხორციელდეს, პირველი ნაბიჯი არის საკუთარ თავთან დიალოგი, რა შემიძლია, რა გამომდის კარგად და რას არ უთმობთ დროს. აი, ხომ არის რაღაცა ნიჭი, რაც ვიცით რომ გვაქვს, მაგრამ რატომღაც არ ვაქცევთ ყურადღებას, სათანადო ყურადღებას და შესაძლებელი არის სულ სხვა განხრით ვცდილობდეთ განვითარებას. თქვენი კონკრეტული შედეგი რომ დაიდოს, მიზნისკენ მიმავალი ნაბიჯი უნდა იყოს პირველ რიგში. თუ ეს მიზანი ამ თქვენი რაღაც ნიჭისგან ძალიან განსხვავდება, უნდა იცოდეთ, რომ დაუბრუნდეთ რაღაცა ისეც, რაც არ გაქვთ ბოლომდე გახსნილი, შესწავლილი და იქ ჩადოთ მთელი რესურსი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ რაღაცა კონკრეტული საქმიანი სიტუაცია იყოს, ხო? ან შესაძლებელი არის რაღაც ვინც თქვა სტუდენტები მიყურებთ მომავალი ისეთ ფაკულტეტზე ჩაბარება გინდოდეთ, რაც თითქოს აი გეუბნებიან, მაგრამ რაღაცა თქვენი არ არის, თქვენ თავს მოусმინეთ ესეთი სიტუაცია გვაქვს, მოდი ვნახოთ. პირად ურთიერთობებს რაც შეეხება,
უნდა იცოდეთ, რომ აქ თავად მეორე ადამიანი იქნება ინიციატორი დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ეს პიროვნება არ მოითხოვს თქვენგან განსაკუთრებულ ნაბიჯს, უბრალოდ უნდა მოусმინოთ. დიდხნიანი ლოდის შემდეგ გამოჩნდება და თქვენი თავარი მიზანი რომ ასრულდეს ამ ადამიანთან მიმართებაში, თავარია შეეცადოთ მის ადგილას წარმოიდგინოთ თავი, არ ვიცი, აქ შეიძლება რაღაცა გასამართლებელი საბუთი მოიყვანოს, თავიდან შესაძლებელი არის ვინც თქვათ კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებით და ამ ეტაპზე არ გაქვთ კონტაქტი, ხო? და გინდათ ამ ადამიანთან რაღაცები მოგვარდეს. დააცადეთ, ეს ადამიანი თავად გამოჩნდება და უბრალოდ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ეცადეთ, რომ ამ ადამიანის სათქმელი მიიღოთ. აქ ეხა კონკრეტული ისეთი ნაბიჯები არ არის, უბრალოდ თქვენი თავი არ გააუფასუროთ, თავარი ეს არის, იცოდეთ რა ხართ, როგორ ხართ, რა საფეხურზე იმყოფებით, აი იმისთვის რომ ამ ადამიანს რაღაცა ჭკუა ასწავლოთ, ზოგ შეიძლება გქონდეთ ამბიცია რაღაცეები დაანახოთ, რაღაცა იმაზე მეტად წარმოაჩინოთ, ვიდრე შეეშვით ამ ყველაფერს და აცადეთ ამ ადამიანს თავის სათქმელი გითხრათ. აქ არანაირი სიცივის გამოვლენა არ არის საჭირო. ცოტა იცით როგორ პიროვნებას მაჩვენებს თქვენ მეორე ნახევარს, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც აი რამდენი წელსაც არ უნდა იყოს, ვერ გაიზარდა, არის ბავშვი, მარადიული ბავშვი, ნუ დაიტანოთ ასეთი. კი ძალიან რთულია, მაგრამ ასეთი უნდა აიტანოთ. თუ გინდათ რომ ეს ადამიანი თქვენ გვერდით იყოთ, აქ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ აღმდელის როლში და ძიძის როლში იქნებით მუდმივად თქვენი მარადიული ბავშვი. მოითხოვს თქვენგან რაღაც მომენტში არ ვიცი, დედობრივი სითბო აქვს, თქვათ ნაკლებობა აქვს დედობრივი სითბოს, რა ურთიერთობა გქონდა ბავშვობაში დედასთან, არ ვიცი რა მდგომარეობა არის, მაგრამ ეს ადამიანი იცი რა სიტყვავს, უპირობო სიყვარულს. აქ კონკრეტული ნაბიჯები რა, აი თუ ხართ მზადო ესეთი ადამიანი აიტანოთ, კი ბატონო. მოდი ვნახოთ ჯანმრთელობა. აქ რა ხდება, რა არის საჭირო, რომ უკეთესობა იყოს. ნუ აქ მეორე ვარიანტთან საბედნიეროდ არაფერი ისეთი სერიოზული არ არის. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, გადაიმოწმეთ აი რაღაც დაავადები ხომ არის ხო, აი მიძინებული რომ არის და საშიში არ არის, მაგრამ კონტროლს რომ საჭიროებს. აი ესეთი სიტუაციები ვისაც გააქვთ, ხო, აუცილებლად გადაიმოწმეთ პერიოდულად. თუ აქ ცოტა ჯიუტობთ ხოლმე. მე აფერი ამ ჭირს, მე კარგად ვარ, რაღაცა დააცადეთ ხალხმა თქვენზე იზრუნოს, ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა. აყევით, ნუ გაუჯიებდებით. აქ შეიძლება მეორე ვარიანტი ცოტა დიდი კატეგორიაც მიყურებდეს, შესაძლოა 70 წლის ადამიანიც მიყურებდეს, არ გამოვრიცხავთ. მოგესალმებით თქვენს დიდი პატივისცემით. და იცოდეთ, რომ მთავარი არის შემართებით იყოთ. თქვენი შევერცლილი თმები არაფერი არ არის, მთავარია გაითვალისწინოთ რჩევები. და კონტროლზე იყოთ მუდმივად. რაღაცები არ უნდა ჩააგდოთ, ან თუ წამის დავიწყება, დალევა გავიწყდებათ, აი დაიხმარეთ სხვები, ჩამოწერთ, მიეცით საშუალება ხალხმა თქვენზე იზრუნოს. აქ რაღაცა უფრო დიდი კატეგორიაზე არის ეს ჯანმრთელობაზე. აშიქოს რომ აქ ზოგი მათგანი მისტირის თავის ახალგაზრდობის წლებს. და რაღაცა რომ შეეძლოს თავის ცხოვრება საერთოდ შეცვლიდა, რომ შეეძლოს ვინცაც დაუკავშირა ცხოვრება, მასაც არ დაუკავშირებდა. აქ ზოგადად ყველა კატეგორიას და ასაკისთვის მაქვს გაშლა მეორე ვარიანტში, მაგრამ აი ჯანმრთელობას კონკრეტულად რაც ეხება, აქ უფრო ცოტა ოდნავ ასაკიან ადამიანებს ეხება ამას, რასაც ვიძახი. როგორც ჩანს, თავის დროზე ვერ რეალისტა მეორე ვარიანტის ადამიანი და ბევრ ამაზე ჩუნდებოდა, ბევრ ამაზე ვერ ამბობდა და ეხლა რაღაცა ეს ცოტა წაუდეპრესიებს და რჩევა ამასთან დაკავშირებით რომ მოგცეთ. ნახოთ, აბა რა რჩევა არის. ჩაყვებით თქვენ ემოციებს ბოლომდე. ყველაფერი მაინც ისე იყო, როგორც მოხდა. რაღაცა მამაკაცთან პრობლემებს მაჩვენებს, არ ვიცი, შესაძლებელია თქვენი მეუღლეები, ვისაც ცოცხლები ყავთ და ვისაც ყავთ მეუღლეები ზოგადად.
შესაძლებელია ძალიან კონფლიქტური ადამიანები იყვნენ და გამოგვფიტათ ამ ადამიანმა, ხო? იცადეთ, რომ არ გავხსენოთ ძველი წყენები, რაღაცა აღარ აყვეთ ხოლმე, შეიძლება უყვარდეს რაღაცა საკენკივით რომ გადმოაგდეს და მე რომ გაგააფთროს, ხო, ესეთ სიტუაციას მაჩვენებს დისტანცირდით. მე რომ არსებობდნენ ესეთი სიტუაციები არის და ადამიანები რომ თქვათ ერთ სახლში ცივუწევთ ერთ ჭერქვაში ყოფნა, მაგრამ აი იციან უკვე შემუშავებული აქვს თავის სტრატეგია, იციან რომ აი ამ ადამიანის გაღიზიანება არ არის საჭირო, ამ ადამიანს აი ამ მომენტში ჯობი არ აყვეთ, აი ხომ იცნობთ უკვე, ხო? აი ეგ არის რჩევა, რომ როცა იცით როგორია და რაზე აი თქვათ რაზე აკეთებს აქცენტს, რატომ ამბობს იმას, იმიტომ რომ თქვენ გამოგიწევთ აი ამ რაღაცებისგან დისტანცირდით. და ეცადეთ აწმყოთი იცხოვროთ, დღევანდელი დღით იცხოვროთ. ეხლა წასვლა უკვე ძალიან გვიანია, სად მიდიხართ არ ვიცი, მაგრამ ეხლა მაგას არა, ეხლა მთავარია თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნოთ, მენტალობაზე იზრუნოთ. ძალიან გვიანი არის ახლა ვიღაცებს გაყრაც კი უნდათ, მინდა გითხრათ. მაგრამ ამ სიტუაციაში ქონების საკითხიც არის აქ წამოსული, ვიღაცას საერთოდ არ უნდა მეორე ადამიანს რამე ქონდეს, რაღაცა ქონებასთან არის ცოტა მას თავისი აზრი აქვს, ამას თავისი აზრი აქვს, არ ვიცი აქ რა ხდება კიდე პირადი კონსტიტუცია იყოს უფრო მეტად ჩაუღრმავდებოდი, მაგრამ აქ მოკლედ ყველაფერი ერთად აქვს შემოწია გულზე თუ რაღაც როგორ ვთქვათ. ამ მეორე ვარიანტს აი ვინც მიყურებს 50 მაღლა კატეგორია. ასაკის კატეგორია ამ ადამიანს ყველაფერი ერთად მოაწყდათ, ასე ვთქვათ და როცა რაღაცას ვერ ცვლი, იმ მომენტში ჯობია რომ მოცემულობა მიიღო და რისის შეცვლაც შეგეძლო, მხოლოდ ის შეცვალო, რასაც ვერ ცვლი, იმაზე ნერვიულობა არის ძალიან უაზროდ ესეთი გადაყრილი დრო, ენერგია, რესურსი გაუფრთხილდით საკუთარ რესურსს და გაუფრთხილდით თქვენს თავებს. აი ესეთი გაშლა გამოვიდა, მადლობას გიხდით. და დროებით შეგიძლიათ იაქტიუროთ ხოლმე, როდესაც ვკითხულობ გაშლის თემას. მომაწოდეთ ხოლმე იდეები და ვისაც მეტი მოწონება ექნება, იმ გაშლას გავაკეთებ, ასე ვთქვათ, დროებით.